საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუშაობთ მორიგ ჩვენ სტრატეგიაზე. გასული სტრატეგია, რომელიც გასულ 4 წელიწადში ქონდა, რითიც საკმაოდ წარმატებით ვიმუშავეთ და მარტო ის ბოლო 4-5 წელია სხვადასხვა ნაკრებებით ევროპის ჩემპიონატებზე მივიღეთ მონაწილეობა, მათ შორის ის და რაც ქვეყანაში გვაქვს ფეხბურთის განვითარების კუთხით, მასობრივი ფეხბურთი, ქალთა ფეხბურთი, ფუტზალი, ყველა ეს გასული სტრატეგიის ნაწილია, თუმცა დღეს სხვა რეალობის წინაშე ვდგევართ ჩვენი ორგანიზაცია და შესაბამისად მუშაობთ ჩვენ მეგობრებთან UEFA-ს გროს ფარგლებში ვახორციელებთ ახალი სტრატეგიის შემუშავება. მომდევნო სტრატეგია მოიცავს 26-30 წლებს და შესაბამისად ძალიან საინტერესო შეხვედრები ქონდა. ეს პროცესი გაგრძელდება, მომდევნო თვეებში კიდე გვექნება მსგავსი შეხვედრები და შესაბამისად მივიღებთ იმ დოკუმენტს და იმ ასე ვთქვათ, გეგმას, სამუშაო გეგმას, რითიც ჩვენი ორგანიზაცია იხილმძღვანელებს. ძალიან საინტერესო იყო მთლიანად ჩვენი ორგანიზაციის თითქმის ყველა ხელმძღვანელი, ყველა დეპარტამენტი, ყველა თანამშრომელი ჩართული იყო ამ პროცესში, მათ შორის ჩვენ როგორც მენეჯმენტის წარმომადგენლები. დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩართულები იყვნენ ჩვენი კლუბები. ძალიან გვიხარია, რომ ყველა ძალიან პოზიტიურად მიიღო ეს ყველაფერი და მათთვისაც ერთგვარი სიახლეც არის და გამოწვევაც არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მათი აქტიურობა, მათი სწორი მუშაობა საბოლოო ჯამში აისახება ზოგადად ქართულ ფეხბურთზე. და ძალიან გვიხარია ეს ყველაფერი, იმედი გვაქვს, რომ ასევე წარმატებით ვიმუშავებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, როგორც წარმატებითაც ჩვენ ვიმუშავებთ გასულ 4 წელიწადში. გვახარებს ის ფაქტი, რომ სტრატეგიის ეს მესამე ეტაპია, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია შემუშავებს UEFA-სთან ერთად, პირველმა ორმა პროგრამამ ნაკრების მიმართულებით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით ძალიან კარგი შედეგები მომწვა და დღეს, როგორც შევიტყვეთ, პრიორიტეტული არის კლუბების განვითარება და ბუნებრივია დღის წესრიგში ეს ყველაზე დიდი სადარდებელია, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებისთვის, მათთვის არის ფეხბურთი და შესაბამისად ყველა საფეხბურთო ოჯახის წევრი უნდა გავერთიანდეთ კლუბების მფლობელებით, ბუნებრივია ფედერაციაც, ვითომეტეს არის მხარდაჭერა სახელმწიფოსგან იმისთვის და მზაობა, რომ უფრო წარმატებულები ვიყოთ და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ორი ძალისხმევით შევძლებთ, რომ ამ კრიზისიდან ზერთად გამოვიდეთ, ისე როგორც ეს შევძლებთ სანაკრებო დონეზე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. დღეს მოხდა, ასე ვთქვათ, პირველი შეხვედრა და UEFA რაც ყველაზე საინტერესოა საკლუბო ფეხბურთი არის დაინტერესებული და მისი განვითარებით მოისმინეს რა პრობლემები გვაქვს, რაც შეიძლება ჩვენი აქტიური თანამშრომლობა UEFA-სთან და ასე ვთქვათ, პირველი მოთელვითი შეხვედრა იყო და ჩვენი პრობლემები დავაყენეთ. ჩვენი განვითარების კუთხითაც ვისაუბრეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, შესაბამისად კონსულტაციები ამის შემდეგ გაგრძელდება ფედერაციასთან და ვფიქრობ, რომ აპრილის თვეში კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით ამ საკითხებს და საკმაოდ პოზიტიური შეხვედრა იყო და ვფიქრობ, რომ განვითარებაც მოყვება ამ შეხვედრას. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციას და UEFA-ს, როცა უკვე სტრატეგიაში ჩვენ კლუბები უშუალოდ ვართ ჩართულები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წარადგება პირველ რიგში ქართულ ფეხბურთს, ჩვენ კლუბებს და ის მიზანი, რომელიც გვაქვს ქართველიერი, რომელსაც ველოდებით, რომ რომელიმე გუნდი მოხდეს, რომელიმე ჯგუფში, ეს სტრატეგია ძალიან წაგვადგება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ფედერაციას და UEFA-ს.